საქართველოს შემდგომი ურთიერთობებისა მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებების შემდეგ კიდევ უფრო დიდი გაუაზრებელი ქმედება დახვდა რუსეთის მხრიდან და საშინელი აგრესია გამოამჟღავნა რუსეთმა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია დღეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით დავიწყოთ დალაგება რუსეთთან და რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ შესატყვის პოზიციას დაიჭერს ამერიკა და ევროპა. საქართველოს უნდა მოახერხოს და იპოვნოს საკუთარი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში. ამისთვის მე უკვე დავიწყე მუშაობა საქართველოში არსებულ ექსპერტთა ჯგუფებთან, არა მარტო უსაფრთხოების საკითხში, მთლიანად საქართველოს მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და მათთან ერთად მე მივახცევ მოვძებნოთ ოპტიმალური გზა საქართველოს განვითარების მათ რიცხვში გლობალურ პოლიტიკაში, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის და ეკონომიკის განვითარებაში. საშუალო რგოლი იქ არიან მოადგილეები, მინისტრების, თქვათ, ამ დეპარტამენტების უფროსები ან უბრალოდ თანამშრომლები. რა თქმა უნდა, ეს ხალხი სამსახურშია დღეს და სხვა არჩევანი არ აქვს და იქ ბევრი სპეციალისტი და ბევრი პროფესიონალია და რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა მე არ ვაპირებ სამინისტროების დარბევას, დაშლას და დანგრევას, თქვათ, იქ მოხდება რეკონსტრუქციები და გარდაქმნები, მაგრამ მე ესე წარმომიდგენია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა თავის ადგილებს შეინარჩუნებს. What is your message? Is there any serious shift? I saw in him the man who respects the word, who's credible in talking with you. He has good intentions in specifically the fields that I'm worried about in Georgia. We agreed that what Georgia needs at this point is competition in politics, in business, in media, and the heavy-handed monopoly that was governing the country and still governing the country has to be changed. თვითონ მითხრეს ახალი ტიპის პასპორტები გვაქვს არემო და შემთავაზეს და გადამიღეს სურათი გავაკეთეთ. თორე არ ვაპირებდი ამის აღებას საერთოდ. გადავშალოთ. Even if we accept the fact that this was perfectly within the framework of Georgian legislation, it looks like at least an overreaction on the part of the authorities and perhaps a bit of panic and worry. It shows a bit of insecurity within the leadership, the way in which the issue was dealt with. There were perhaps ways which it could have been dealt with differently, which would have ended with the same result, but with less of an appearance of insecurity within the government.